გამარჯობათ მეგობრებო. აი დადგა სამშაბათი, ოდნავ გადავაცილეთ. ოდნავ კი არა, საგრძნობლად 12 წუთი, მაგრამ კვლავ ეთერში ვართ ლაივში. ჩვენი გადაცემით საქართველოს და გეოპოლიტიკა. მე გახლავართ მისი წამყვანი ირაკლი კერესელიძე, ჯეონიუსის სამხედრო ჟურნალისტი და იურისტი და ეს გადაცემა, როგორც თავად სათაურიც გვეუბნება, ეძღვნება საქართველოს და გეოპოლიტიკას. ანუ საქართველოს როლს გეოპოლიტიკაში. დღეს მინდოდა მეორე გადაცემა სპეციფიური თემის ძევნაც არ დაგჭირდა, რამე თუ თავად გეოპოლიტიკამ შემოგთავაზა ეს თემა, რადგან ის რაც სოფლიოში დღეს დომინირებს გეოპოლიტიკაში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ დომინირებდეს ჩვენთან. ანუ ჩვენ ყველანი ვართ ტრამპის ფაქტორის ქვეშ. ტრამპის ინაგურაცია, რომელიც გუშინ შედგა, ძალიან გამორჩეული, ძალიან სიმბოლური და ბევრი რაღაც მაჩვენებელი და ზოგადად ტრამპის გავლენა როგორც ამერიკაზე, ისევე მთლიანად სოფლიოზე და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა და მოსაწონი, რა იქნება საქართველოსთვის უბრალოდ პლუსი ტრამპის ინაგურაციის შემდგომ და როგორი იქნება ჩავსვათ ბჭყალებში ტრამპის მსოფლიო გუშინდელი დღის მერე. ჩვენ აი ამ თემებს მიმოვიხილავთ, რა თქმა უნდა კონტექსტუალურად, უფრო მეტად ჩვენს რეგიონზე აქცენტით. თუმცა რა თქმა უნდა ტრამპი იმდენად საინტერესო პიროვნება, ისედაც როგორც არა პრეზიდენტი, რომ მის შესახებ არამც თუ 1 საათიან გადაცემაში, ბევრად დიდ გადაცემაში შეიძლება საუბარი და არაერთი გადაცემა მიზღვნილა ტრამპისთვის, როგორც ჯერ კიდევ ბიზნესმენ ტრამპზე ლაპარაკობდნენ, მისი X ფაქტორი, ანუ ის რაც მას განსაკუთრებულად გამოარჩევდა ყველა დანარჩენი ბიზნესმენებისგან, მაშინდელისგან იყო ის, რომ ის მედია პიროვნებად იყო აღიარებული, ანუ მედიასთან მას კომუნიკაცია შეეძლო თავისუფლად, მედია მისით იხიბლებოდა და ის, ასე ვთქვათ, ყოველთვის მედია ყურადღების ცენტრში იყო. უფრო მეტიც, გარკვეულწილად ის მედია პერსონაც კი გახდა, როდესაც ჯერ კიდევ 10 წლეულის თუ არა მეტის წინ ესეთი გადაცემა გააკეთა Apprentice, რომელსაც შეგირდათ შეიძლება თარგმნოთ ქართულად, როდესაც ბიზნესმენობის მსურველი ახალგაზრდები აიყვანა ჯგუფი და გარკვეული live show ყოველდღიური მოაწყო. მერე ეს დაიბრენდა და არაერთ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის ჩვენთანაც, ჩვენს ქვეყანაში და იყო რამდენიმე ცდილობა ამის მაგვარი გადაცემის გაკეთებისა, თუმცა ტრამპის დონე ვერავინ ვერ აიღო. ისე როგორც ვერავინ ვერ აიღო ტრამპის დონე პოლიტიკაში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 45 პრეზიდენტობის შემდგომ ის ვერ გახდა 46-ე პრეზიდენტი და ჯო ბაიდენმა დაიკავა ერთი ვადით მისი ადგილი პრეზიდენტობის, ის კვლავ დაბრუნდა უკან, გახდა 57-ე პრეზიდენტი და ყველამ ჩვენ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ვისაც გონი, ანალიზი და ინფორმაცია გაგვაჩნია, რომ ტრამპთან ერთად ჩვენ ვიღვიძებთ სხვა სამყაროში და ეს სხვა სამყარო იქნება ძიმედ და რადიკალურად განსხვავებული იმ სამყაროსგან, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ. მინიმუმ საინტერესოც, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად ეს არის განსაკუთრებით საგულისხმო თემა, რადგან სულ რაღაც ერთი დღეა უკვე ტრამპი შევიდა საკუთარ საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულების ფაზაში, ანუ სრულუფლებიანი, ანუ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტი, არამედ უკვე მოქმედი პრეზიდენტია, acting president და უკვე ისეთი საოცარი განკარგულებები გამოსცა, საინტერესო, რომ აშკარად დარჩენილი 4 წელი, და მოგითხრათ, ფრიად საინტერესო იქნება, რომ მას ვუყუროთ და დავწყდეთ თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იმდენად კონტრავერსიულია და წინააღმდეგობრივია მისი გადაწყვეტილებები, რომ ადამიანმა არ იცის გაიცინოს თუ იტიროს. თუმცა, რაც ფაქტია და რაც მნიშვნელოვანია, აი ორი გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპმა უკვე თავისი პრეზიდენტობის, ანუ მეორედ პრეზიდენტობის, როგორც 57 პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე, ესე იგი, როგორც ვთქვათ, წინააღმდეგობრივი და საინტერესო არის შემდეგი.
პირველი ეს არის სრულად ჩაკეტვა ამერიკის სამხრეთ საზღვრების და რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ ამერიკის სამხრეთ საზღვარი ეს ნიშნავს რომ მექსიკასთან ჩაიკეტა ყოველგვარი კომუნიკაციის საშუალება და 100,000-ობით ამერიკაში შემსვლელი, სურველი ამერიკაში არალეგალურად შესვლის ფაქტურად შეჩერების ზღვარზეა და იქ შეიძლება ძალიან მძიმე და ძალიან გაუთვლელი შედეგები იყოს. თუმცა ტრამპის კედელი ადგილზეა, როგორც პირდაპირ ისე სიმბოლური გაგებით და ტრამპიც ადგილზეა, ანუ იგი დაბრუნდა თეთრ სახლში. მეორე ესეთი საოცარი განკარგულება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა, ეს იყო ამერიკული დახმარების, ეგრეთ წოდებული American Aid-ის შეჩერება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისათვის, ვინაიდან ეს ქვეყნები ყოველთვის საჭიროებდნენ ამ დახმარებას, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ამერიკის ფინანსური დახმარება იყო გამორჩეულად მნიშვნელოვანი თვითონ ამერიკისათვის, შეერთებული შტატებისათვის. რამე თუ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკას აქვს ეგრეთ წოდებული მსოფლიო გავლენა soft power-ის ლოგიკიდან გამომდინარე. ანუ რბილი ძალა აქვს მას, თუმცა არც შეერაგებულ კონფლიქტებს აკლებს და არც კონფლიქტებში მონაწილეობას და ომებში. მაგრამ ესე არ მიჩნეული, ასეთი პერსეფცია არის, რომ ამერიკა soft power-ით მართავს და ამ soft power-ის, ანუ რბილი ძალის ერთ-ერთი გამორჩეული ბერკეტი და მექანიზმი არის დახმარება ამერიკის ხალხისგან. ის ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე მეტად განკარგავს ამ დახმარებებს და ახდენს დისტრიბუციას სხვადასხვა ქვეყანაში, ასეც არის დასახელებული, ეგრეთ წოდებული USAID, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით საქართველოშიც, იმიტომ რომ საქართველოშიც აქვთ მათ შესაბამისი ოფისი და წარმომადგენლობა და საქართველოშიც მოღვაწეობა. ესე იგი United States Aid from the people of the United States, ანუ ამერიკის ხალხისგან დახმარება. აი ეს ყველაფერი ტრამპმა საკუთარი აღმასრულებელი ორდერით და უნდა აღნიშნოთ ეს რას ნიშნავს აღმასრულებელი ორდერი. ეს არის პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლება, კანონის ძალის მქონე არის ეს აღმასრულებელი ორდერი, გარკვეული მოქმედებები, რომელიც სასწრაფოდ არის გასატარებელი და ღონისძიებები მისაღები, საკუთარი აღმასრულებელი ორდერით გადაწყვიტოს, ვინაიდან არ დაელოდოს კონგრესის გარკვეულ პროცედურებს, დაუშვათ იქ ქვედა პალატაში რა მოხდება, მერე სენატში რა მოხდება, ანუ ამას უფრო ჭირდება შესაბამისად ხო კანონის ინიციირებას და აი კანონის ძალა აქვს პრეზიდენტის აღმასრულებელ ორდერს და ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ ტიპის როგორ თქვათ, წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამერიკის soft powers, ანუ იმ ძალას, რომელსაც ამერიკა ეყრდნობა მსოფლიოში საკუთარი ინტერესების დისტრიბუციის მიზნით, რაღაცა პერიოდით ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გამორჩეული ინსტრუმენტი გამოაცალა, ასე ვთქვათ, შეაჩერა ამერიკის საგარეო დახმარების გაცემა, ანუ შეაჩერა ამერიკის იდეოლოგიის დისტრიბუცია მსოფლიოში, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა დემოკრატებმა მიიღეს, ვთქვათ, პირდაპირ გამოწვევად და ერთგვარი ბრჭყალებში პანიკა არის ატეხილი მათ რიგებს შორის. უფრო მეტიც იმასაც კი იძახიან, რომ სასამართლო წესით უნდა გააუქმონ ტრამპის ეს გადაწყვეტილება, რამე თუ ამერიკის იმიჯს ეს უკან მოუხედავად აზიანებს. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ძალიან საგულისხმოა. თუმცა აქვე გაგახსენებთ ბატონებო, ამ პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ისე ყურადღებით მივდევ და სულ პირველად, როდესაც ბატონი ტრამპი, დონალდი არჩეული იყო პრეზიდენტად და მისი უფლებამოსილება დაიწყო ამ შემთხვევაში 2017 წლის დასაწყისში, მან გამოსცა ასევე აღმასრულებელი ბრძანებები პირველივე დღეს, სხვათა შორის საკუთარი პრეზიდენტობის, რითაც ასევე არანაკლებ საინტერესო რა გამორჩეულ როგორ თქვათ, გადაწყვეტილებები მიიღო და გარკვეული ადგილებიდან პირდაპირ აკრძალა ადამიანების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 6 თუ 7 ქვეყანა იყო,
და მაშინაც ძალიან გამორჩეულად ეწინააღმდეგებოდნენ ამას და უფრო მეტიც იმდროინდელი აკრძალვა სასამართლო წესით შეაჩერეს კიდევაც, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ არაკონსტიტუციური იყო. ხოლო დღეს უკვე როდესაც ტრამპს ამხელა ზუგს უმაგრებს ასეთი გამოცდილება ხო, ეხლა გასწორდა ეს პრობლემა. როგორც ჩანს, ჩვენი Wi-Fi გარკვეულწილად სირთულეებშია, მაგრამ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. ანუ რის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ტრამპი გარკვეულწილად იმ ძველი გამოცდილებით, როდესაც მას საკუთარი გუნდის ძალიან გამორჩეულმა წევრებმაც კი უღალატეს და მიატოვეს და სხვა მხარეს გადავიდნენ და ზოგიერთმა საერთოდ ჩვენებები მისცეს მის წინააღმდეგ. დღეს უკვე დაბრუნდა სხვა შემადგენლობით და სხვა ძლიერებით და ანუ მთელი ამერიკის ამ არასრულ 300 წლიანი ისტორიის განმავლობაში, როგორც შემდგარი სახელმწიფოსი არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც მსჯავრდებული პრეზიდენტია. ანუ ინგლისურად ამას ეხება felon criminal და ასე შემდეგ. მისი პრეზიდენტი აქამდე არ ყოფილა, თუმცა ეს მას ხელს არაფერში არ უშლის. ეგრეთ წოდებული Stormy Daniels-ის ჰაშმანის, ანუ გამაჩუმებელი ფულის საქმეზე მის მიმართ გამომტყუნებელი გადაწყვეტილება არის გამოსული და არა მარტო ერთ, არამედ ორ ინსტანციაში და მსჯავრდებაც მოხდება, თუმცა მოსამართლე ხაზი გაუსვა, ეს არ იქნება ესეთი სასჯელი, რომელიც გამოიწვევს არამსხვილ ტრამპის დაპატიმრებას, ჯარიმას კი არ დაეგესრება, ანუ სასჯელი იქნება სიტყვით და საქმით, ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. აი ასეთი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, თითქმის 4 წლის განმავლობაში, რაც ის არ იყო პრეზიდენტი, აცხადებდა, რომ მის მიმართ ეგრეთ წოდებული ტერმინს იყენებდა weaponization, ანუ შეიარაღება, იარაღად გამოყენება ხდებოდა იუსტიციის დეპარტამენტის და შესაბამისად მასზე დაქვემდებარებული FBI-ის, ანუ ფედერალური საგამოძიებო ბიუროსი და ზოგადად პროკურორების ოფისის და ის მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ მის მიმართ ყველა ეს ბრალდებები, რომლებიც რაიონულმა პროკურორებმა ნიუ-იორკში და სხვა შტატებში წამოუყენეს, იყო სრული ფეიკი და მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ასრულებდა. დღეს ჩვენ უნდა მისგან ველოდოთ ამ სისტემაში გარკვეულ მნიშვნელოვან რეფორმებს. ხოლო ეს საით იქნება ეს რეფორმები მიმართული, წარძლევს მას სული შურისძიებისკენ თუ ეს ყველაფერი უფრო სისტემის გაჯანსაღებისკენ იქნება, ამას უნდა ვუყუროთ და ვნახოთ და გავიგოთ. იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს არაორდინარული მდგომარეობა, რომელიც დღეს შეიქმნა, ერთობ მნიშვნელოვანია. მაგრამ მოდით ამერიკელებს თავიანთი საზრუნავი დაუტოვოთ და ცოტა უფრო გლობალურად შევხედოთ ამ სიტუაციას ჩვენთვის რეგიონალურად და ალბათ მსოფლიოზე რა რეფლექცია და რა ასახვა იქნება ტრამპის ფაქტორიდან გამომდინარე. და ანუ ფაქტია და აშკარად დადასტურებული ფაქტია, რომ ბატონი ტრამპი საკუთარ უფლებამოსილებას ფართოდ გაავრცელებს და მისი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს უნდა ველოდოთ, რომ ჩვენ რეალურად სხვა სამყაროს ვნახავთ და სხვა გამოწვევები იქნება მაშინ. ბოდიში ხდით. ეხლა რაც გულისხმობ ამაში ბატონებო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ ვცხოვრობთ უკვე ძველი რომის ეპოქაში და არც შუა საუკუნეებში და არც იმპერატორები გვმართავენ და არც ესე იგი რელიგიური ლიდერები, ფაქტობრივად პოლიტიკაში გავლენების თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილია. რას გულისხმობ? რა თქმა უნდა, ეს ლიბერალიზმი, შესაბამისი პოლიტიკური მიმართულებები, ტრადიციონალიზმი, კონსერვატიზმი, ეს ყველაფერი მე-17 და მე-18 საუკუნეებზე მყარად დამკვიდრდა ჩვენს მენტალობაში, როგორც ცენტრისტები, მემარჯვენეები, მემარცხენეები, ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ეს უფრო ბატონებო არის ერთგვარი შეფუთვა იმ რეალობისა, რომ ჩვენ კომფორტულად ვიყოთ და კომფორტულად ვიცხოვროთ, რაღაც მომენტებში კომფორტულად მოვიწყოთ კიდევაც თავი. რას გულისხმობ? არსებითად ტრამპთან ერთად ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილი გახდება მსოფლიოს გავლენების გადანაწილება. და ეს ერთგვარად ნაგულისხმებიც არის, მას ამას თაობაზე არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული, რომ ეს პრინციპი, ეგრეთ წოდებული America First დარჩება პრინციპად ურყევად და ამერიკის ინტერესები წინ იქნება წამოწეული. თუმცა მსოფლიო პოლიტიკაში მას აქვს განზრახულობა, რომ გარკვეულწილად ის
ომები და კონფლიქტები, რაც დღეს მიმდინარეობს, ერთგვარად შეცვალოს და ერთი წესრიგი შეიტანოს ერთგვარი ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ისე ვერ მოხდება და ვერ ჩაივლის, თუ არ მოხდა გარკვეული გარიგებების დადება, მათ შორის ბევრისთვის მიუღებელ და ოდიოზურ ფიგურებთან და დიდ ქვეყნებთან, იმიტომ რომ მსოფლიოს დღევანდელი ეგრეთ წოდებული front face, ანუ ის სახე, რასაც ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში, ხო? თავისი დემოკრატიული ქვეყნებით, დემოკრატიული განვითარებით, ტოტალიტარულით, ეგრეთ წოდებული დასავლეთის და აზიის დიქოტომიით, ნატოს და ბრიქსის დიქოტომიით, ეს ყველაფერი ბატონებო რაღაცა მოწესრიგებას საჭიროებს. და რას გულისხმობ, ამასაც აგეხსნით, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ერთგვარი რასაც მე გულისხმობ სიტყვა მოწესრიგებაში, სოფლიო მოწესრიგებაში, ეს ძალიან დიდი ხანი არ მომხდარა. უფრო მეტი ზუსტად გეტყვით, როდის მოხდა ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ჰიტლერის და ფაშისტების დამარცხების შემდგომ და მაშინ ზუსტად ეგრეთ წოდებული იალტის მოლაპარაკების ფორმატში ბევრი რამე გადაწყდა და მსოფლიო გადანაწილდა, გასაგები ლოგიკით გადანაწილდა. კი მერე იყო ამ სირთულეები ახლდა ამ პერიოდებს და გარკვეული დაპირისპირებები ხდებოდა ძირითადად საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის მათი ინტერესების დასაცავად სხვადასხვა რეგიონში და სხვა ქვეყანაში, მაგრამ ერთგვარი ფრეიმვორკი, ანუ ჩარჩო შეთანხმება არასდროს არ დარღვეულა. თუმცა იმის მერე რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამერიკა გახდა დომინანტი ძალა, ბევრი რაღაც, როგორ ვთქვათ, თვითდინებაზე წავიდა და დღეს აშკარად გამოკვეთილია საჭიროება ახალი რეგულირების. რა თქმა უნდა, ეს რეგულირება ვერ იქნება ეგრეთ წოდებული სამართლებრივი დოკუმენტებით გამყარებული, ბატონებო, და ეს არ იქნება გაეროს დეკლარაციები, ამას არ გულისხმობ. მე ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკის ჭრილში real politics-ზე გელაპარაკებით, ანუ როდესაც რეალური შეთანხმებები ხდება და ამ შეთანხმებების მიხედვით ხდება რეალური განაწილება უფლებამოსილებების და აი ამ თვალსაზრისით ტრამპი აცხადებს მზადყოფნას მათ შორის პუტინთან საუბრისა და დაკვირვებელი მაყურებელი, ვისაც ერთგვარი რუსოფობია იმდანაც არ არის გამჯდარი სისხლში, რომ იქით გახედვაც არ უნდა და ვინც შეხედა მაგალითად იმ მესიჯებს, რაც წამოვიდა რუსეთიდან, მათ შორის პუტინის განცხადება, მათ შორის ლავროვის განცხადება, ესენი პირდაპირ მიუთითებენ, რომ განწყობილება ეფექტური თანამშრომლობის ნაწილში, განწყობილება იმისკენ, რომ პუტინი და ტრამპი ერთმანეთს დაელაპარაკონ და გარკვეული გადაწყვეტილებები ამ კუთხით მიიღონ, აშკარად სახეზეა. მე როდესაც პუტინს ორიგინალში უსმენდი საკუთარ მილოცვას, როდესაც ის აფიქსირებდა ტრამპის მიმართ და შემდგომ გარკვეულ კომენტარებს აკეთებდა, პირდაპირ იყო გამოხატული ის პოზიტივი, რომ ტრამპთან ლაპარაკი შეიძლება. можно договариваться, ასე თქვა ბატონმა ვლადიმერმა. ანუ ეს რას გულისხმობს? გარდა იმისა, რომ ეს უკრაინისთვის დიდი ტრაგედია იქნება, იმიტომ რომ უკრაინა ფაქტობრივად დე ფაქტო გაიყინება, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, თუ რაიმე წარმოუდგენელი არ მოხდა, ფაქტობრივად ეს გადანაწილება მსოფლიო ინტერესების მოხდება ხელახლა და ინტერესების განსაზღვრა მოხდება იმდაგვარად და ალბათ მე არა ვარ პირველი ექსპერტი, ვინც ამაზე ლაპარაკობს, როდესაც გათვალისწინებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და რა თქმა უნდა ჩინეთის ინტერესები. ასევე კიდევ სხვა პატარ-პატარა ინტერესები, რეგიონალური ინტერესები, მაგალითად არაბული ქვეყნების ინტერესი, თურქების და ირანის, მაგრამ ეს მაინც მეორე ხარისხოვანია, პირველ ხარისხოვანი გადანაწილება მოხდება აი ამ სამ დიდ, თქვათ, იმპერიას შორის. და მოდით ახლა დავფიქრდეთ, სად და როგორ მოხდება ჩვენი ადგილის პოვნა მსოფლიოში და მაგალითად დახურულ კარებს მიღმა, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ იგივე პუტინი და ტრამპი. გასაგებია, რომ არავინ ისეთი სულელი არ არის, რომ ვინმე მაგალითად რუსეთის მხრიდან ან ჩინეთის მხრიდან მოითხოვოს პირობითად თქვათ ამერიკისგან კანადაზე ან მექსიკაზე გარკვეული პრეტენზიები იქონია საკუთარ გავლენაზე. ხო, თავისთავად ცხადია, გეოგრაფიულად ეს ესეა მოწყობილი, მსოფლიო ესეთია, რომ იქ სადაც შეერთებული შტატები შუაშია, ზევითაც კანადისკენაც და ქვევითაც მექსიკისკენაც საკუთარ აბსოლუტურ გავლენას ახორციელებს. უფრო მეტიც არა მარტო გავლენას, კანადის 51 შტატად შეერთების იდეას ფრიად განიხილება. მე მაინც მეცინება, მაგრამ თითქმის არაფერი არ არის წარმოუდგენელი.
მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ რუკას ჩვენ მხარეს, ანუ ევროაზიას. შევხედოთ რუსეთს და გავიხსენოთ შემთხვევით რუსეთი ხო არ არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. და რა თქმა უნდა ამ კუთხით არის ყველაფერი. ხო და ამ თვალსაზრისით მე დავიწყებ ესე იგი გაანალიზებას და ამავდროულად თუ თქვენთან წამოვა კითხვები, აუცილებლად უპასუხებ კიდევაც ამ კითხვებსაც. მაგრამ შეხედეთ თავარი ასპექტი რაშია აქ, რომ პირველი და უმნიშვნელოვანესი, ხო, მე მივესალმე ჩემს მაყურებელს, ხედავ აქ, რომ ბევრი ადამიანი მიყურებს და ამავდროულად გარკვეულ შეფასებასაც აკეთებენ, განაწილება მოხდება 1992 რუკის მიხედვით. ხო, კაბატონი რიტა მოგესალმებით, საინტერესო კითხვაა, მე ვერ გეტყვით, რომ მაინც 1942 წლის რუკის მიხედვით მოხდება განაწილება და ზუსტად რა პრინციპებს აიღებენ და ეს იალტის მოლაპარაკებები იმუშავებს თუ რაღაცა სხვა შეთანხმება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველას ექნება საკუთარი ერთგვარი საფუძველი და საყრდენი საკუთარი მოთხოვნების წასაყენებლად. და ასეთი მოთხოვნები იქნება ბევრი. და ეს მოთხოვნები, რა თქმა უნდა, დაეხმება ისტორიულ რეალობას, ხო? ჰაერიდან ვერავინ ვერაფერს ვერ მოითხოვს და რაც თავია ვერავინ მოთხოვნას ვერავინ ვერაფერს ვერ მიიღებს. და მოდით შევხედოთ ისტორიულ რეალობას. ჩვენ უკვე ვთქვით და ალბათ ეს საკამათოც არ არის და ამიტომაც ამ ნაწილში თქვენს განაწილების შეთავაზების ნაწილშიც მოგყვებით კაბატონითა და განვარტოთ ეს ყველაფერი. უმეტესად გასაგები რომ ამერიკის მიმართ ეს პრეტენზიები არ იქნება, თუმცა მოდით ვთქვათ, რა პრეტენზია შეიძლება წაუყენონ რუსეთს, ამ პირიქით რუსეთმა რა პრეტენზია შეიძლება წაუყენოს ამერიკას და ჩინეთს. მაგალითად არის თუ არა ლეგიტიმური, რა თქმა უნდა გარკვეულ წყალებში, მაგრამ გონივრულად ლეგიტიმური, რომ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადოს, რომ მას აქვს სურვილი და აქვს ნებაც და აქვს ალბათ უფლებაც, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მისი გავლენები გავრცელდეს. ამ შემთხვევაში ეს არ იგულისხმება უნიტარულ სახელმწიფოს და არ იგულისხმობს იმას, რომ გარკვეული, როგორ ვთქვათ, ერთიანი საზღვრები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში გულისხმობთ იმ ტიპის გავლენას, მაგალითად, როდესაც რუსეთი დაცულია საკუთარი უსაფრთხოების ნაწილში ისე და იმდაგვარად, როგორც მას მიაჩნია სწორად და მას მიაჩნია ლოგიკურად. ანუ, მაგალითად, ნატოს რაკეტები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არ არის განთავსებული. თუმცა აქ არის ერთი ფაქტორი და ეს ალბათ სავაჭრო იქნება, იმიტომ რომ პრიბალტიკის სამ ქვეყანაში ნატოს შესულია და რაკეტებიც განთავსებულია. იმ 15-დან, უბრალოდ 14-დან ერთი თავად რუსეთი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენელი, 3 უკვე რეალურად ნატოს წევრია. აი აქ ეს შეიძლება იყოს სავაჭრო თემაც. იმიტომ რომ ხა ბალტიის მხარეს ალბათ ევროპელებიც და ამერიკელებიც ნაკლებად დათმობენ, თუმცა ჩვენ საითაც ვართ ბატონებო, ანუ სამხრეთ კავკასიას. აი აქ რამდენად შეიძლება იყოს ლეგიტიმური ნება ან უფლება იმისა, რომ ამერიკის გავლენა გავრცელდეს და არა რუსეთის, აი ეს მე ძალიან მაეჭვებს. მით უფრო რომ უკრაინის მოვლენებმა ბევრი რაღაც გვაჩვენა. მათ შორის გვაჩვენა ის ბატონებო, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესის, ყოველში იმას, რასაც თვითონ მიიჩნევენ საკუთარ ინტერესად, სასიცოცხლო ინტერესად, ანუ კონკრეტულად იმას, რომ ნატო არ ყოფილიყო წარმოდგენილი უკრაინაში, სისხლის ფასად დაიცავდა. მათ შორის უკრაინელების სისხლის და საკუთარი სისხლის ფასადაც, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება უკრაინის ფრონტზე, მათ შორის რუსეთის მხრიდანაც. მაგრამ შეხედეთ ახლა მოდით ლოგიკას და თანმიმდევრულ აზროვნებას გავყვეთ. ყველა შემთხვევაში რუსეთი მოითხოვს გავლენას კავკასიაზე. რატომ? იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად არის სტრატეგიული პოზიციები. გავიხსენოთ ისტორია, რომელიც ჩვენ რატომაც ესე იგი მიგვავიწყდა და მხოლოდ იმას გავყვირვათ, რომ რუსეთმა როგორ დაგუპა და დედა გვიტირა, თუმცა რაღაცებში დაგუპა კიდევაც და დედაც გვიტირა, მაგრამ გავიხსენოთ, რა ვიცი, კლასიკოსები გავიხსენოთ, ტოლსტოი გავიხსენოთ მაგალითად, კავკასზე რამდენს წერს და რამდენნაირად. დაწყებული კავკასკი პლენიკიდან და გაგრძელებული მე ყველა მიმართულებით, ხო?
კავკასიისთვის რუსეთი იბრძოდა საუკუნეების განმავლობაში. უფრო მეტიც კავკასიისთვის რუსეთი იბრძოდა იმაზე უფრო მეტხანს, ვიდრე ამერიკა არის შემდგარი როგორც სახელმწიფო. ანუ 3 და 4 საუკუნე. და თავის პოზიციებს ის ამყარებდა. თან არაერთი ომით, თან არაერთი დიდი ომით. მუსლიმანურ სამყაროსთან. და ეს ყველა ისტორიკოსმა კი არის ელემენტარულად გაათლებულმა ადამიანმა ყველა მიცის ეს ამბავი. ანუ ეგრეთ წოდებული თანამედროვე ენით თუ ვილაპარაკებთ, ფუთჰოლდი, ანუ ფეხის გასამაგრებელი ადგილი რუსეთს კავკასიაში არ ჭირდება. მას აქ ფეხიც გამაგრებული აქვს და ზურგიც. თან საუკუნეების განმავლობაში. და მოდით ახლა ვისაუბროთ და ვიფიქროთ იმაზე, რა ლოგიკა შეიძლება არსებობდეს იმისთვის, იმ ნაწილში, რომ მაგალითად ტრამპის და პუტინის საიდუმლო მოლაპარაკების დროს ტრამპმა წამოუყენოს პუტინს ლეგიტიმური არგუმენტი იმისა, რატომ უნდა იყოს კავკასია ამერიკის დომინაციის სფერო და არა რუსეთის დომინაციის სფერო. და თუ ვატყობთ, მე ვსაუბრობ კავკასიაზე, იმიტომ რომ საქართველო ძალიან პატარა არის, საქართველოზე დაწვრილი მანდეს ყველაფერი ბატონებო. დამიჯერეთ. 3 მილიონიან ქვეყანას დღევანდელ სამყაროში, როდესაც უკვე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური შარკები წყვეტენ სიტუაციას, დიდი სათქმელი ვერაფერი ვერ ექნება და თუ ექნება, ბევრს არც არავინ არ მოусმენს. და თუ კი რუსეთი ამერიკისგან მიიღებს მწვანე შუქს კავკასიაში დომინაციაზე, მაშინ ამიხსენით ამ კავკასიის შუაგულში მყოფ საქართველოს როგორ ექნება ამერიკული ხარდაჭერა ისეთი, რომ რუსეთს გაუმკლავდეს. ანუ უბრალოდ გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება მოსალოდნელი იყოს რუსეთის მხრიდან. ეს ხომ ძალიან არალოგიკური რაღაც არის. და მეორე მხრივ, ჩინეთის ფაქტორი ბატონებო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩინეთი მაქსიმალურ ექსპანსიას ახდენს, ანუ ფართოვდება მაქსიმალურად. ნახევარი აფრიკა უკვე ჩინეთის საწარმოებით არის გადავსებული და როგორც ნახევარი აფრიკული, ისე თქვენ წარმოიდგინეთ და ნახევარი ევროპული ქვეყნებიც, მაგალითად როგორც ბულგარეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ, ჩინურ ვალებში იხრჩობა. სახელმწიფო ვალებზეა ლაპარაკი. უზარმაზარი პროექტები ხორციელდება. ანუ ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს. აქ ხა ბოლომდე რამდენად იქნება ინტერესების კვეთა, კაცშვილმა არ იცის, მაგრამ რაღაცებს ვერ გავექცევით. აი, ქალბატონი დაგწერს, რომ საქართველოს ხელუხლებელი დარჩება თავისი მდებარეობის გამო. დიდება უფალს ნამდვილად ქალბატონი და არ გაივლის, აქ გაივლის აბრეშუმის გზა დასავლეთისაკენ. ეს ძალიან მომხიბვლელი იდეაა ქალბატონი და ნამდვილად. ერთბაქრაც რომ ეს ყველაფერი შედგეს, მაგრამ მოდით პოლიტიკურ ჭრილში შევხედოთ ამ ყველაფერს. თუ საქართველოში არ იქნა სტაბილურობა და თუ საქართველოში არ იქნა უზრუნველყოფილი ორივე ინტერესის თანაბრად დაცვა და დააკვირდით ასე რომ ორივე ინტერესის, ანუ როგორც შეერთებული შტატების ინტერესის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ასევე რუსეთის ინტერესის, როგორც რეალური დომინაციის მქონე ძალის. და ვინც რუკას შეხედავს, ყველა მიხვდება, ვის აქვს აქ რეალური დომინაცია. და თუ საქართველოში იქნა მუდმივი არეულობები, მათ შორის ეგრეთ წოდებული აგენტურული აფეთქებები, არ გულისხმობ მაინც ბომბის აფეთქებები, ლოკალური აფეთქებები, გარკვეული აქციები, გარკვეული დესტრუქცია, არ დაალაგდა სისტემა, არ იქნა საქართველოს სიმშვიდის მიმართ ნდობა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ორივე მხრიდან, როგორც ბრიქსიდან, ისევე ნატოს ქვეყნებიდან, ასეთ შემთხვევაში აქ გარკვეულწილად აბრეშუმის გზის მოწყობა ნაკლებ სავარაუდო იქნება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ხელისუფლება ამ კუთხით ვფიქრობ, რომ სწორად აზროვნებს და სწორ პოლიტიკას ატარებს, თუმცა თუ ჩემი კონკრეტული აზრი გაინტერესებთ, მე მაინც ვიტყოდი, რომ ზედმეტად ფრთხილი პოლიტიკაა. რას გულისხმობ ბატონებო, იმიტომ რომ რაღაცები გაიწოვება და დარეგულირდება, ასე ვთქვათ. მაგრამ რაღაცები არ გაიწოვება და არ დარეგულირდება. ცოტა საოცარ მდგომარეობაში ვართ და აგიხსნით რატომ. იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, მე იურისტიც გახლავართ და იურიდიულ ასპექტშიც აგიხსნით. შეხედეთ, ჩვენ ვართ სოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, როგორც აწყოში, ისე ისტორიულ წარსულშიც,
რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან და ყველა ხვდებით ვისთანაც, კონკრეტულად რუსეთთან, ხოლო რუსეთი უვიზო მიმოსვლის უფლებას ანიჭებს ჩვენს მოქალაქეებს. შეხედეთ, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს არა მარტო უვიზო მიმოსვლის უფლება, არამედ ამ უვიზო მიმოსვლის პერიოდში დასაქმების და სწავლის უფლებაც აქვთ. ეს ხომ ერთგვარი არაქრონიზმია. ვის ან რას ვატყუებთ? ამავდროულად მეორე პოზიცია ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც ამერიკა სტრატეგიულ პარტნიორს ეძახის რა აცხადებს არაერთხელ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შედარებით თავის არასტრატეგიულ პარტნიორებთანაც კი ბევრად ნაკლებ სავიზო უფლებებს გვაძლევს. ანუ თუ ავიღებთ მაგალითად ჩვენ სამეზობლოში გაცემულ ვიზებს ამერიკის საელჩოს მიერ, იგივე სასონხეთში, იგივე აზერბაიჯანში, ბევრად აღემატება პოზიტიური თანხმობის რიცხვი საქართველოს. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს 3 მილიონი ქვეყანას არც სავიზო მიმოსვლის უფლება არ აქვს ლიბერალიზებული, არ აქვს თუ უვიზო. ეს იმდენად მოთელილი თემა, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს ერთგვარ, როგორ ვთქვათ, მოკირჭებულ პოლიტიკურ ამბად, მაგრამ შეხედეთ, გლობალურად როცა კითხვა ისმება. ის ქვეყანა, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, გვაძლევს უვიზოს ჩვენი მოქალაქეების დასაქმების, სწავლის და ცხოვრების უფლებით, ხოლო ის ქვეყანა, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ყველაზე მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. ერთი ქვეყანა, ანუ რუსეთი არის 140 მილიონიანი და სწორი სტრატეგიული და პოლიტიკური გათვლა, რომ 3 მილიონი ადამიანიდან ამდენი ციხარულად ჩავიდეს ქვეყანას, ცუდი არაფერი არ შეეთყობა, მით უფრო ცუდი მიზნით ალბათ ნაკლებად თუ ჩავა ვინმე, უმეტესად ოჯახების შესანახად და მეორე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც რიცხობრიობით ორჯერ მეტია, ანუ სადღაც ბოლო მონაცემით 350 მილიონს აჭარბებდა შეერთებული შტატების მოქალაქეთა რიცხვი და ის ამ 350 მილიონში ჩვენი 3 მილიონიდან ნუ რამდენი ჩავა, კაი მილიონი ნახევარი პირობითად ხო იქ ხარ დარჩება. და ამ საფრთხეს ხედავს. წარმოუდგენელ ქვეყნებთან აქვთ უვიზო ამერიკის შეერთებულ შტატებს. და წარმოსადგენს სტრატეგიულ პარტნიორთან არ აქვს თუ უვიზო ვიზები მაქსიმალურად შეზღუდულია. ანუ ლატარიაც კი არა, შეხედეთ კაზინოში რომ წახვიდეთ, თანხას უფრო იოლად მოიგებთ, ვიდრე ამერიკაში რომ მიხვიდეთ, ამერიკის საელჩოში რომ მიხვიდეთ, ვიზას თითქმის 100%-იანი გარანტია რომ არ მოგცემ. სამწუხაროდ ეგრეა. ამიტომაც დიახ, და სტაბილურობა აუცილებელია, ამას უნდა მიეხედოს მთავრობამ, აი თქვენ წერთ, რომ მთავრობამ კანონები უნდა გაამკაცროს. დიახ, რაღაცა კანონები უნდა გაამკაცრდეს, თუმცა ჩვენ ვიცით ისტორიული გამოცდილებიდან, რომ მკაცრი კანონები არ წყვეტს საკითხს. გარდა იმისა, რომ კანონები უნდა იყოს მკაცრი, კანონი უნდა იყოს რეალურ მოთხოვნაზე მორგებული. ანუ ნებისმიერი აკრძალვა, ან ნებისმიერი უფლების მიცემა უნდა გამომდინარეობდეს ბუნებრივი საჭიროებიდან. ეს არ უნდა იყოს თავსმოხვეული და ხელოვნური. იმიტომ რომ არც ერთი ხელოვნური კანონი ამ კრძალავი იქნება ეს თუ უფლების დამრთველი არ იმუშავებს. ეს ყველაფერი იქნება თვალთმაქცობა. და თვალთმაქცობა ქვეყანას ვერ წაიყვანს წინ. და პირველი თვალთმაქცობა, რაც გვაქვს. აი, ქალბატონთან დაგვიწერა კიდევ რომ კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, ესე იგი, სტრატეგიული პარტნიორობა რასულელო ჩვენ. არა, ქალბატონთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ კონსტიტუციაში არ გვიწერია და რას მოუტანს საქართველოს საერთოდ ეს სტრატეგიული პარტნიორობა? რა მოუტანა დღემდე და რას მოუტანს მომავალში? ჩვენ პარტნიორობა არ გვიწერია, ჩვენ გვიწერია რომ ვალდებულები ვართ მივიდეთ უბრალოდ ვიაროთ ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით და ალბათ ამას გულისხმობდით, მაგრამ მოდით უფრო იცით რაც დავკონკრეტდეთ, ტრამპის მოსვლა და ტრამპის რეალურ ვინაიდან ტრამპი არის ჩვენი დღის წესრიგი დღეს, რეალურად რას მოიტანს? რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ პირველ რიგში დაიცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესს და მხოლოდ შემდგომ უკვე სტრატეგიულად განაანაწილებს თავის ყურადღებას მსოფლიოზე.
ამიტომაც საქართველოში სავარაუდოდ ტრამპი მხოლოდ მაშინ დაინტერესდება, როდესაც საკუთარ ინტერესებს ამოწურავს ამერიკაში. და ჩინური ინტერესი, რომელიც უკვე ადგილზეა, ალბათ უფრო მეტად შეიძლება იქნას გამოყენებული ლოკალურად. რას გულისხმობ? ეკონომიკურს, რა თქმა უნდა. ეხლა მოდით ჩინური ვისწავლოთ და ჩინელების ვერ შევერიოთ თქო, ამას არ ვიძახი. მაგრამ როგორ გონიათ, არ აწყობს ტრამპს ამბავი, რომ საქართველოში ჩინეთმა გარკვეული ძალები უფრო მეტად გაიმხაროს. რა უფრო აწყობს? შეიძლება არა. მაგრამ შეხედეთ, თავარი რა არის. რუსეთი ყველა ვარიანტში გეოგრაფიულად დომინირებს საქართველოს. გეოგრაფიულად დომინირებს. ანუ ის ჩვენი პირდაპირი მეზობელია. ჩვენ გვყავს სულ 4 მეზობელი. რუსეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი და თურქეთი. რუსეთთან გვაქვს ყველაზე დიდი საზღვარი და ზოგადად ის არის სოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად მართავს მდგომარეობას ამ რეგიონში. ჩემთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია ისეთი ტიპის დომინაცია მოიპოვოს რომელიმე სხვა ქვეყანამ, რაც აქ არის. ამიტომაც დავაკვირდეთ ტრამპის მესიჯებს. რას იძახის ბატონი დონალდი? რაიმენაირად ის ამბობს იმას, რომ რუსეთს ხელს შეუშლის საქართველოს დომინაციაზე? არა, ამას არ ამბობს. პირიქით ის ამბობს, რომ რუსეთთან უნდა დალაგდეს. რუსეთთან უნდა მოაგვაროს საკითხები და გარკვეულწილად შეთანხმებამდე მივიდეს. შეაჩეროს ომი? ალბათ ეგრეც იქნება. ის ნამდვილად შეაჩერებს ომს და შეაჩერებს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის დღეს, ანუ უკრაინისთვის არასასარგებლო. ჩვენთვის რთულია იმის წარმოდგენა, ზუსტად როგორი პოლიტიკური მესიჯები გვექნება, მაგრამ ის, რასაც ტრამპი დღესდღეობით აკეთებს, პირდაპირ აჩვენებს, რომ რუსეთთან კონფრონტაცია არ იქნება. ის დაჯდება და დაელაპარაკება პუტინს. და არაერთხელ. ზოგჯერ ჩვენ ამას გავიგებთ, ზოგჯერ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ. ამიტომაც ყოველთვის უნდა უყუროთ, რა შეიძლება იყოს მომგებიანი ჩვენი რეგიონისთვის და რაც თავარია ტყუილად არ დავკარგოთ ენერგია ზედმეტ ილუზიებში. როგორ ფიქრობთ, გაურიგდა ტრამპი უკვე, უბრალოდ გაურიგდა რუსეთი უკვე ტრამპს ჩვენ რეგიონში დომინაციაზე? მე მეჩვენება, რომ გარკვეულწილად რაღაცა ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ის 5 პუნქტი, რომელზეც ტრამპი საუბრობს, ძალიან საინტერესოა, რა და როგორ იქნება წამოწყებული. ჩვენთვის თავარი რაც არის ქართული ინტერესის დაცვა. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით კულისებში მოხდა გარიგება ნაწილობრივ პუტინთან და ეგ არის ის, რაც მოხდა კულისებში. ჩვენ ეს არ ვიცით. 5 პუნქტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ერთ-ერთი მათ შორის არის საქართველო, რომელიც ძალიან არსებითია. რა თქმა უნდა, ეს გარიგება შეუძლებელია იყოს საჯარო დღესდღეობით. მაგრამ მისი არსებობის ფაქტი ეჭვს არ იწვევს. ამაზე ჩვენ მალე ვისაუბრებთ, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და უფრო მეტად გავაანალიზებთ ამ თემას. აი, ქალბატონი რიტა გვწერს კიდევ ძალიან საინტერესო, დიდი მადლობა ასეთი ჩართულობისთვის ქალბატონი და დიახ, რატოს გულისხმობთ და გამოიყენეთ კიდევ ჩვენი ჯარისკაცები ერაყშიო, შეეწინათ და ესახეცდნენ ჯარისკაცები ასევე ამერიკაში, ამერიკის ინტერესების. კი, რა თქმა უნდა. ეს მომენტი იყო. არა მარტო ერაყში, ავღანეთის ალბათ იგივენაირად, იმიტომ რომ თვითონ ამერიკელები იძახიან, რომ რა გვესაქმებოდა ავღანეთში და ჩვენ რა გვესაქმებოდა კიდე კაცმა არ იცის. ამიტომაც გეთანხმებით, კი.
ეს ყველაფერი ძალიან რთული და ტრაგიკული იყო და ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ და გამოვცადეთ და ეს გამოცდილება არსად არ წასულა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიიჩნევს, რომ ტრამპი არაადეკვატურია, მან პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა წარმოადგინოს და ეს ინტერესები უნდა იქნას აუცილებლად დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენი ხელისუფლება, მაგალითად საქართველოს ხელისუფლება, როგორც განაცხადეს, ხო? ელის გარკვეულ გადატვირთვას ურთიერთობაში საქართველოსთან ამერიკელების მხრიდან. და ეს დღეს პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვნად ხაზგასმით თქვა. არასდროს ეს დიდი იმედები არავის არაფერს არ ეხვეწება, მაგრამ ის, რომ სწორი პოლიტიკა იქნას, ამ ნაბიჯების მოლოდინი არსებობს და ნახოთ, ძალობა კუბახიძემ გამოთქვა და შესაბამისად, როგორც იტყვიან ხოლმე სპორტული კომენტატორები, ბურთი ამერიკის მხარეს არის. მაგრამ აი ზუსტად იქიდან გამომდინარე, რადგან თქვენ გითხარით ექსკლუზიურად, რომ არსებობს ფარული მოლაპარაკებები, სადაც ამ 5 პუნქტიდან ერთ-ერთი ეხება საქართველოს, ეს ნაწილი, ეს 5 პუნქტიანი ნაწილი, გთხოვთ ყველას რომ დაიმახსოვროთ, ეს არ არის შახერიზა და ზღაპრები, ეს არის კონკრეტული ინფორმაციაზე დაყრდნობილი და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი GeoNews-ის ექსკლუზივია და ეს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება და ეს ინფორმაცია გაიცვლება გარკვეული ტიპის ინტერესებში. ამ ინფორმაციის თანახმად გარკვეული ტიპის ინტერესები, მაგალითად ტერიტორიულ მთლიანობაში გაიცვლება ეს ყველაფერი, ესაც ვიცით ჩვენ, შეიძლება იყოს ამ ტიპის შეთავაზებებიც. მაგრამ ამაზე ახლა ესეთი ღრმად შესვლა ჩემი მხრიდან იქნება, როგორ ვთქვათ, გარკვეული სპეკულაციები. მით უფრო რომ ჩვენ როგორც ჟურნალისტები ჩვენს კონფიდენციალურ წყაროს ვერ გავამჟღავნებთ და ვერც იმას გეტყვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვაზე მენდეთ, უბრალოდ იმას გეტყვით, რომ დააკვირდით პოლიტიკას, დააკვირდით როგორი იქნება ტრამპისა და პუტინის ურთიერთმესიჯები, მათ შორის საჯარო მესიჯებიც, აქედან ბევრი რამის დანახვა შეიძლება. ნახოთ, რაში გაცვლის რუსეთი და რას დაათმობინებს ამერიკას სანაცვლოდ საქართველოს ნაწილში და გაცვლის თუ არა საერთოდ, თუ ამჯობინებს, რომ საქართველოს დომინაცია კვლავ შეენარჩუნოს და კიდევ უფრო ძლიერი გახადოს. ხომ გეუბნებით ეს ახლა იმდენი ჰიპოთეტური ვერსია ვთქვი, რომ გამახსენდა ჩემ ბავშვობაში ერთ-ერთი ძვირფასი ზღაპარი ლუის კეროლის ალისა საოცრებათა სამყაროში, როდესაც იმ ხვრელში, როდესაც მოხვდები, რა იქნება, კაცმა არ იცის, ხო? აი მე მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ამერიკა გავიდოდა, ვისურვებდი, რომ ტერიტორიული მთლიანობის ფასად მოხდარიყო ეს და ჩვენ დაგვებრუნებინა ტერიტორიული მთლიანობა და ეს ყოფილიყო გარიგების ნაწილი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა 30 წელზე მეტია ჩვენ ვართ როგორც დაჭრილი ადამიანები, ჩვენი გული დაჭრილია, იმიტომ რომ აფხაზი ჩვენთან არ არის, იმიტომ რომ სამაჩაბლო ჩვენთან არ არის. ამიტომაც ჩვენი ძმები და მეგობრები, არა მარტო ტერიტორიები, ჩვენი ძმები და მეგობრები, ჩვენი სისხლი და ხორცი უნდა დავიბრუნოთ. და თუ ამერიკა გავა ტერიტორიულ აფხაზეთის უნდა დაუბრუნდეს საქართველოს. ეს აუცილებელია. სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი იქნება ფუჭი. მაგრამ თავარი რისკედაც მე მიმყავს ეს საუბარი არის რა, რომ მიზანიც ეს უნდა იყოს, რომ აფხაზეთის დაბრუნება მოხდეს საქართველოს მთლიან სხეულში წელსვე და ასევე სამაჩაბლოსი, რომელიც ახლა ტერიტორიულად შეიძლება უფრო პატარა ვიდრე აფხაზეთი და უფრო სხვა ადგილას იყოფება, მაგრამ არსებითია, რომ ეს ესე მოხდეს. ნახოთ, რაზე გარიგდებიან. ეხლა კი ბატონებო უკვე ფინიშისკენ მინდა წავიდე, იმიტომ რომ 1 საათი თითქმის იწურება და ამდენი ჰიპოთეტური მსჯელობის შემდეგ ერთი რამ გითხრათ, რაც მყარად ვიცი და ზუსტად და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელზეც ახლა გელაპარაკეთ, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი, უბრალოდ ერთი ამ კუთხით შეფასების ნაწილზე გთხოვდით, რომ დაფიქრებულიყავით. ტრამპი არის X ფაქტორის მატარებელი.
ინგლისურად ტრამპი ნიშნავს ბევრ რაღაცას ნიშნავს ტრამპი და მათ შორის ნიშნავს ისეთ კოზირს, ანუ კარტს, კოზირს, რომელთაც შეიძლება სხვა გაჭრა. აი ახლა ნახოთ, რამდენად აღმოჩნდება კოზირი, რამდენად აღმოჩნდება ტრამპი, რომელთაც გაჭრის იმ პრობლემებს. ეგრეთ წოდებული გორდიას კვანტს როგორ გახსნის. იქ ახლა გაიხსენეთ ჩვენი პრემიერის სიტყვები, რომელსაც თქვა, რომ დიდი იმედი აქვს, რომ ტრამპი გაუმკლავდება, ტრამპის ადმინისტრაცია გაუმკლავდება deep states. ახლა იმდენად პოპულარული სიტყვა, რომ ყველა ვიცით უკვე, ანუ არაფორმალურ მმართველობას ამერიკაში, deep states. და ნახოთ როგორ გაჭრის ის ამ გორდიას კვანტს. პირდაპირ როგორც ეს ერთმა ცნობილმა ისტორიულმა პიროვნებამ გააკეთა, რომ ბევრი არ ეწვალა პირდაპირ გადაჩეხა საკუთარი ხმლით. თუ უფრო პოლიტიკურად, თუ პუტინთან ერთად გადაჭრის და გადაერაცხლებს. და იქნებ ში ძინპინიც დაემატოს. ნახოთ, სანახაობა ძალიან ბევრია და ძალიან საინტერესოა. პირიქით თქვენ მადლობთ გაბატონი და ასეთი კარგი ჩართვებისათვის რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში კიდევ უფრო დავხვეწავთ ყველაფერს და კიდევ უფრო ტექნიკურად ორგანიზებული ვიქნებით. მართალია, როგორც გითხარით, ერთი iPhone-ის და ერთი ლეპტოპის დარად გავდივართ, მაგრამ ის სიმართლესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, იმედია, რომ ყველასთვის საინტერესოა. ამიტომაც ბატონებო, დღეს ამით გევშვიდობებით, შემდეგ კვირამდე, შემდეგ კვირაში უკვე სხვა თემა გვექნება და მასაც განვიხილავთ იმდენად სიღრმეებში, როგორც ჩვენ შეგვიძლია და რაც თავარია ჩვენი დევიზით, აქ მოისმენთ იმას, რასაც სხვაგან არ გეტყვიან. ასე რომ შემდეგ შაბათს 22 საათზე +-5 წუთი გელოდებით კვლავ. დროებით ბედნიერად.